აბა როგორ ხართ? ვაგზელებთ ჩვენს დანაპირებს, გვინდა რომ ჩვენი ლიგის გამორჩეული მოთამაშეები და გამორჩეული გუნდები გაგაცნოთ და ტურნირთან დაკავშირებით გვინდა რომ უფრო სიღრმისეულად ჩავიდეთ და მოგაწოდოთ ბევრი ინფორმაცია. ეხლა ჩვენ ვართ ვიმყოფებით ჩვენს არენაზე, სადაც იქნება ცენტრალური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდება დებიუტანტი გუნდი მაკრატელა და მინდა რომ ეს მაკრატელა გუნდის გაცნობითი შეხვედრა გავაკეთოთ. აბა წამომყევი და 2 წუთით ბიჭებო, გამარჯობათ, ხელი შეგიშალეთ. აბა ძმებო, როგორ ახართ? ყველას ჩამოგართმევთ ხელს, ძმებო. ძალიან მაგარი ბიჭები ხართ. მადლობა რომ თამაშობთ ჩვენს ლიგაში, ჩვენი კაპიტანი გუგა, ესე დავდგეთ, რომ ყველამ დაგინახოთ, ძალიან ისეთი საამაყო გუნდი, მაკრატელა დებიუტანტი გუნდი, 4-დან 4 მოგება, ხო, გუგა? კი, მადლობა. მინდა რომ ორი სიტყვით როგორც კაპიტანმა, ასევე დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, ხო, ბიჭებო? გოლები არ უნდა გაუშვას და მშრალად უნდა შეინახოს კარი და რას ფიქრობ? ჩვენს ტურნირთან დაკავშირებით ის გასაგებია რომ კარგი ტურნირია, მადლობა ამ ჩემპიონატისთვის, მაგრამ მადლობა რომ თქვენ ამ ჩემპიონატს თამაშობთ და ესეთი მრავალფეროვანი და კარგი სანახავი ჩემპიონატია. აბა რა სიტყვის ზოგადად შენი მოსაზრება და ბიჭებისაც რა თქმა უნდა გავისაუბრებ. პირველ რიგში მადლობა თქვენ, იმიტომ რომ ეს ფეხბურთის სიყვარულმა გადმოინაცვლა ქუჩიდან უკვე ორგანიზებულ სტადიონზე და ყველაფერი კარგად არის, ძალიან ორგანიზებული. და რაც თავარი იყო ჩვენი მიზანი თავიდანვე იყო რომ რა ისეთ ტურნირში გვეთამაშა რომ აი ამ რუტინულ ცხოვრებაში როცა სამსახური გვაქვს უნივერსიტეტი გვაქვს რაღაც ერთი დღის იმედი ქონდა რომ მოვიდოდა რომ სიამოვნება მიგვეღო მაგ დღეს და მაყურებლებიც გვესიამოვნებინა. ზუსტად ეგ მოხდა მასტელიგამ ყოველ კვირას ველოდებით შაბათ კვირის დადგომას რომ ის თამაში დადგეს და ხალხი გავახაროთ ჩვენი შედეგები და ჩვენ თვითონაც გაგვიხარდეს ჩვენი თამაში და სიამოვნება მივიღოთ. ენაცვალე, რა სიტყვი მოწინააღმდეგე გუნდს როგორ შეაფასებდი? ზოგადად ჩვენ ყველა მოწინააღმდეგეს ვუდგებით პატივისცემით, თუმცა ასევე გამოსაჩევია რომ ვიდეოსფილას კაი შედეგები აქვს და კიდე 2 მაგათ ყურადღებით უნდა ვიყოთ. ყველა თამაში მოიგეს, ბოლო თამაშის გადა, რომელშიც თულმეტოქესთან ძალიან დაძაბულ შეხვედრაში წააგეს და ამიტომ ყურადღებით ვითამაშებთ და ყველანაირად ვეცდებით რომ მაყურებლების ხარჯზე ეს თამაშიც მოვიგოთ და გავიმყაროთ პირველი ადგილი. კარგი ხარ, კაი კაცი ხარ, შენ გენაცვალე, მადლობა, აი ესეთი ჩართული და ინფორმაციაც რომ მომაწოდე, ეგეც კარგია, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ერთად ვქნით ზუსტად იმ გარემოს, რასაც ფეხბურთისადმი სიყვარული ქვია და ჩვენს აი ამ პატარა რუბრიკას, რომელსაც ჩვენ გადაცემას დავარქვით, იცხოვრე ფეხბურთით. და აბა როგორ ცხოვრობთ ფეხბურთით? აგერ ბიჭებს მინდა დაუსვა კითხვა, ჩვენთან გამორჩეული პიროვნება ბრძანდება, ბოლო სეზონის ერთ-ერთი გმირი და ერთ-ერთი კარგი ფეხბურთელი და კოსტათი ცნობილი. რას ფიქრობ, როგორც სერიალში, რამდენად რეალურია? რამდენად რეალურია კოსტა რეალურად ფეხბურთი ჩვენ ჩემპიონატში. გავს სერიალს? ძალიან მაგარია რა, ანუ სერიალში კიდე ხო რაღაცას ვდგამთ და იქ ანგარიში ვიცით ეს უნდა გათამაშდეს და აქ საერთოდ სხვა ამბავია, რასაც ვიზამთ, ეგ არის შედეგი დაიდება და თავიდან ცოტა ისე ვიყავი გუნდში, ვარჯიშები გავაცინე ისე, მაგრამ ისეთი გემრიელი, ოჯახური და მოტივირებული გუნდია, რომ მომეცა იმის მუღამი, რომ ვივარჯიშო მეც როგორც ყველა ჩვენთაგანი და მეც მოვიპოვო ის სათამაშო წუთი და გუნდს მივცე ჩემი პატარა წვრილი დიდი მიზნისკენ, რომელიც გვაქვს დასახული და რაც შემიძლია ვთქვა ამ ტურნირის ორგანიზატორებს დიდი მადლობა. ძალიან ბევრი ადამიანი გააერთიანა, ეგ კი არა მე და ჩემი ძმა ახლა მოწინააღმდეგეთ ვეთამაშებით ერთმანეთს. საიუბილეო ამბავია და ნახოთ რა იქნება, ველოდებით. დიდი გულით 9 საათს. კარგი, კოსტათი ყველას სერიალიდან ახსოვ ხარ, მაგრამ რეალურად ვაკო ქართველიშვილი. ვაკო ქართველიშვილი, ვიცოდეთ, ჩვენი ლიგის გამორჩეული ფეხბურთელი და მინდა გამორჩეულ ერთ-ერთ PlayStation-ი ახლა ყველა ვთამაშობთ, ხო, ბიჭებო, PlayStation-ს და ამ კაცს მე მგონი ვერავინ ვერ უგებს, ხო ეგრეა? წელს არ გამოვიდა მაგრამ აბა რო გითხრა შენი სახელი და გვარი? ნიკა ასათაშვილი. ხო, ასათათი ცნობს ყველა, ესე ვიცნობთ.
ნიკა რას ფიქრობ, როგორ ფიქრობ, როგორ შეაფასებდი? ზოგადად გუნდში სიტუაცია ყველაზე მეტად მაინტერესებს. რა მდგომარეობა, იმიტომ რომ რო არ იყოს კარგი სიტუაცია გუნდში, ვერ იქნებოდა ეს შედეგი. აბა, შენი აზრით? კი, რაც შემიძლია თქვა გუნდ სიტუაციაზე, ძალიან კარგი სიტუაცია არის, ოჯახური გარემო არის და ჩემი აზრით წარმატების ნომერ პირველი საწინდარი ზუსტად ეს არის და ყოველ თამაშზე ძალიან პროფესიონალად უდგებით და ვცდილობთ რომ ყველა თამაში გამარჯვებას მივაღწიოთ და ჯერჯერობით ვახერხებთ კიდევაც. კარგი. აბა მთავარ მენეჯერს ჩვენი გუნდის მაკრატელა თუ ამართლებს სახელს. კი. ფაქტით დავამტკიცეთ პირველივე თამაში, პირველივე გოლი მაკრატელათი გავიტანეთ. აი გმირი. ვა. ვიდეოც გვაქვს მაგის. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ. ანუ ცხოვრობთ ფეხბურთით. კი, ანუ ბევრი პროფესიონალი იყო აქ, მაგრამ ეხლა შევეშო. მე დღესაც ვთამაშობ უბრალოდ ტრამვაკ და თან წვრთნელობ. ძალიან კარგი. და აქაც დიდი გამოცდილება მივიღე ამ გუგათი დაწებული, დაჩი დამთავრებული ამ ბიჭებთან მე ვსწავლობ როგორც ისინი სწავლობენ ამ ყველაფერს რა და ძალიან საინტერესო ტურნირი არის. და ერთი-ორად ვიზრდებით ადამიანები რა, ურთიერთობა, მაყურებელი. ესეთი გარემო როცა არის გულშემატკივართან, ვიხარია ძალიან. არის ტაშის დაკვრა, ოჯახის წევრები, ბანერები, დაბადების დღის მილოცვა წინა თამაშზე იყო და ორ მაგა და 100 მაგაც სიხარულოა რა და კიდევ ერთხელ მაგალითს გირჩევთ. აი მაგალითი ხარ თქვენ. გამოგართმევ და ერთი მინდა შემითხოვნაა რომ შეიკრათ ერთ მუშტად და თქვენ გუნდს ერთმანეთს და ერთ ურთიერთობას უთხრათ. მეც მოგძანდით ჩვენ. აბა ბიჭებო, ჩვენ დიდ ოჯახს და თქვენ პატარა ოჯახს. გამარჯვოს! დავარ. მადლობა. აბა, წავედით. მეორე ბანაკში რა მდგომარეობა უნდა ვნახოთ და თქვენ კიდე მოემზადეთ გამორჩეული თამაში გელოდება. ბიჭებო, მიყვარხართ. აბა მივიდეთ ახლა გამორჩეულ გუნდთან, რომელსაც ეთამაშება მაკრატელა, ეს გუნდი არის VDS ფელასი. აი, შეხედე როგორ მუშაობს ჩვენი უხუცესი, ისე ლუჩიანო სპალეც ძალიან წააგავს. ჩვენი ბაბუ, აბა ბიჭებო. გამარჯობათ. სხვათა შორის ძალიან გამორჩეული, შაკო, როგორ ახართ? აბა თქვენ გენაცვალეთ. ძალიან დიდ პატივს ვცემ, ძალიან მიყვარხართ. პიროვნულადაც ბაბუ, ჩემთვის მაგალითი ხარ. შენი ჩართულობით ყველას მაგალითს აძლევ, აგერ ახალგაზრდებს. წამოვიწყეთ ესეთი გაცნობიტი ვიდეოები, მსგავსი ჩავწეროთ და გვინდა რომ გავაცნოთ ყველა ადამიანი ერთმანეთს, ჩვენს ლიგებს, გამორჩეულ გუნდებს, ფეხბურთელებს და თქვენ ჩვენთვის ძალიან გამორჩეულები ხართ. ძალიან ისეთი სიმპათიური გუნდი ხართ და მინდა რომ თქვენ გუნდთან დაკავშირებით ზოგადად ჩემპიონატთან დაკავშირებით, სატურნირო მდგომარეობასთან დაკავშირებით ჯერ აი გამორჩეულ ფეხბურთელს შაკოს გავესაუბროთ და მე უკვე კაპიტანი შაკოა, ხო? კი ბატონო. მოგესალმებით. ბოდიში შაკო, სხვათა შორის ლუჩიანოს პალეც ვეძახი მე და როგორ ამართლებ? კი გავს. მე რომ მოედანზე ვარ, ეს არის ჩვენი სპალეტი. ხო, რა ძალიან გვიხარია აქ ვთამაშობთ. ანუ ის არის, ან мотиваციაც არის ყველასთვის ახლა ბიჭები, ყველა ერთად ვართ, ერთმანეთისთვის ვთამაშობთ. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა თამაში მოვიგოთ. წინა თამაში კი ჩაგვივარდა რაღაც მიზეზების გამო, მაგრამ ვესწრებით, რომ ყველა შემდეგი თამაში, ყველა თამაშზე გავდივართ მოსაგებად და დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად თუ ვიქნებით, უეჭველი ყველა თამაშს მოვიგებთ და მე გამოჩნდება შედეგები რა და როგორ იქნება და სპალეტი, შეგას გვეტყვი აბა. სპალეტის მინდა ერთი უთხრა, ბაბუ. მინდა იცოდეს ყველამ, რომ ბაბუ არის გამორჩეული გოლკიპერი ჩვენს ლიგაში. არაერთხელ ისეთი თამაშები ჩაუტარებია, რომ ბურთის გატანა ძალიან ძნელი ყოფილა და მინდა რომ მალე დაბრუნდეს. ფეხი აქვს ახლა ასე ვთქვათ, ცოტა ხანი შებულებაში. მინდა რომ მალე იყო ბიჭების გვერდში და მალე ხედავდე ჩვენს მოედანზე და რა მდგომარეობაა გუნდში, რა თქმა უნდა, კარგი გარემოა, მეგობრული და ერთი ოჯახი და ეს ყველაზე მეტად მახარებს მე პირადად და ჩვენი ლოზუნგი იცხოვრე ფეხბურთით, როგორ ცხოვრობთ, აბა ფეხბურთით? აი პირველ რიგში უკვე მეოთხე წელია მე პირადად და კიდე რამოდენიმე ადამიანი რაც ჩართული ვართ მასტერ ლიგის ჩემპიონატში და ჩემთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია ამ პროექტში მონაწილეობის მიღება და დიდი მადლობა აკო თქვენ და თქვენ გუნდს აი ესეთი კაი ტურნირისთვის და ორგანიზატორობისთვის. რაც შეეხება ჩვენ გუნდს,
რა ვიცი, მეგობრული გუნდი, ძალიან პროფესიონალური, ისე უდგები თითოეულ თამაშს, ვემზადებით ამ ყველაფრისთვის, რომ ნახო თამაშების გვაჩვენებს რა შედეგსაც მივახცევთ ამ ყველაფერს და რა ვიცი, ყველა გუნდსაც წარმატებას უსურვებ და მადლობა ბიჭებს აი ესე გვერდში დონისთვის, რომ აქტოვებენ არც ერთ წამს და ერთად ვარ და ვიბრძვით გამარჯვებისთვის ყოველთვის. ბაბუ, ცენტრალური თამაში გაქვთ ახლა რა? ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია, ძალიან ძლიერი გუნდია მაკრატელა თავის სახელს ამართლებს. ამართლებს კი, მაგრამ ჩვენთან მე მგონი რომ არ გაუმართლებს მაკრატელა და რა ვიცი, წარმატებებს უსურვებთ ჩვენს მოწინააღმდეგესაც. მე პირველ რიგში მსიამოვნებს რომ ძალიან კარგი და სანახაობრივი თამაში იქნება, იმედი მაქვს და ნახოთ რა შედეგი არ დააყოვნებს ჩვენი წარმატების. რა დიდი მადლობა ყველას და ვემზადებით, ყოველთვის მოტივირებულები ვართ, გამარჯვებისთვის ორიენტირებულები და ნახოთ, ღმერთი შემოწევა. მან ტაქტიკაში ჩაგვახედებთ? კი ბატონო, მობრძანეთ. ბოლო აკორდებს არ განახეთ თქვენ. აბა ბიჭებო, ერთი სათხოვარი მაქვს თქვენთან. ერთად წერო გავაკეთოთ. აბა ბიჭებო და ერთად ხელი შევკრათ ერთმანეთს, მაგი მე რო გავალ, ტაქტიკაზე მე რო ვისაუბროთ. ჩვენ დიდ ოჯახს და თქვენ პატარა ოჯახს. ერთად გავუმარჯოს! მოკლედ, ეხლა იქნება თამაში, რომელიც აუცილებლად იქნება საინტერესო და დარჩით ჩვენთან, რადგან უნდა ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს ამ შეხვედრაში. წავედით. კარგი დაბა, წარმატებები. ბიჭებო, ყურადღებით, ხო ზამენები აკონტროლეთ. მაგით და ბარათები მაგის გამო არ მიიღოთ, რა და მაქსიმუმ ბაჩა და საჯებს დაუჯერეთ და მოიც. დასრულდა შეხვედრა, ძალიან დაძაბული თამაში, ძალიან კარგი სანახაობრივი და სამწუხაროდ დამარცხდა ერთ-ერთი საუკეთესო გამორჩეული პირველ ადგილოსანი გუნდი მაკრატელა და აბა რა სიტყვი, თენგო. თამაში ხა დადებითად ვერ შევაფასებ, რა თქმა უნდა. უკმაყოფილო იქნება, რა თქმა უნდა. თავისავად. ეხა ფეხბურთში რაც არ უნდა ვიძახოთ სილამაზე რაღაც ვის ამოწოს. მე ჩემთვის მაგალითად ეხა ყოველთვის შედეგია მთავარი რა. ჩემთან გამარჯვება ასოცირდება ფეხბურთთან, აი მიშილკასთან რა და ეხა ჩემთვის ლამაზად ვითამაშე და წავაგეთ, ეგ თამაში არ მესმის. ჩემთვის მოგება მთავარი. სტადიონზეც ბოლომდე ვიძვი, მადლობა ჩემ ბიჭებს, აუ გულშემატკივარს, აუ გოლის მერე რო გულშემატკივარი გამხნევებს, აუ ბევრგან არ ხდება რა. გოლს რო უტანე, დუმდება ყველა, მაგრამ ჩვენი გულშემატკივრები, ასევე ვიდიეს ფელასის გულშემატკივრებსაც ყოჩაღი, იმიტომ რომ კაი გამხნება იყო, ორივე მხრიდან კაის იყო რა გულშემატკივრო. რაც შეეხება თამაშს, მეკარემ, იმასთან მეკარემ, აგერ გვიდგას. იფრინა რა, მოკლედ. მეკარემ შეგვიშალა ხელი, რომ რაღაც შანსები დაგვეტოვებინა. ჩვენც ვითამაშეთ ცუდად რა, აი დაცვაშიც ისეთი ბურთები გავუშვით, ძალიან უბრალო რა, ჩემი აზრით უბრალო რა. ეგეთ ბურთებს არ უნდა უშვებდით რა და დავილაპარაკებთ. მაგრამ ჩემი აზრით კიდევ ის არის, რომ ჩვენ არ ქონია ის მომენტი, რომ თამაში ერთხელაც არ ყოფილვართ უკან. ამას შეიძლება ხო, სულ უტევდით, არც ანგარიშით უკან არ ყოფილა და პირველად მოხდა რომ მეტოქემ ბურთი პირველი გაგვიტანა რა.
რაღაც იმაში იმოქმედა, იმიტომ რომ ცოტა აბა მალე არ დრო იყო, იყო და არ უნდა გეჩქარათ. კი, არ უნდა გეჩქარათ, დაუხვეწავთ მაგას და დაუბრუნდებით რა. მე პირობას ვდებ აქ, რომ ჩვენ პიროზე დავასრულებთ ამ ჯგუფს და დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები რა. მე ვარ თენგო შარიქაძე, გუნდი მაგრატელი. აბა წარმატებები და დარწმუნებული ვარ ეს მარცხი შემდეგში უფრო გაგაძლიერებს. აბა თან ძალიან. ოჩაღა. ბიჭებს მადლობა. აბა ჩვენთან ერთად არის საბა, რომელმაც შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. საბა, აი მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს ლიგაში მსგავსი თამაშები იშვიათად რომ მეკარეს აი ესეთი გამორჩეული თამაში ეთამაშა და მინდა გისურვო აი ესეთი კარგი თამაში შენ გუნდს დაეხმარე სამი ქულის მოპოვებაში და რას ფიქრობ, როგორი აი გამხნევებენ ბიჭები, როგორი გზნობა არის იყო აი ესე გამორჩეული მატჩი საუკეთესო ფეხბურთელი? საკმაოდ კარგი გზნობაა, რაც ძალიან მომწონს. მადლობას გადავხდით ჩემ გუნდს, იმიტომ რომ აი ყველაზე კარგი თამაში გვაჩვენა დღეს. ასევე ცოტათი უკმაყოფილი ვარ ჩემი თავით, იმიტომ რომ მაინც მშრალად მინდოდა კარი შემენახა, მაგრამ ხო, მეტი შემეძლო, მაგრამ ვერ გავაკეთე. თამაში ძალიან მომეწონა, მოწინააღმდეგეებსაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი, რომ ესეთი კარგი და მშვიდობიანი და კარგი თამაში გვაჩვენა. ჩემი თავით მეტნაკლებად უკმაყოფილი ვარ, მაგრამ რავი, ჩვენ გაგვაოცეთ ძმაო. ჩვენ გაგაოცეთ რა, რავი, მე უკმაყოფილი ვარ და წარმატებას ვუსრულებ ჩვენ გუნდს. ყველანაირად, რა თქმა უნდა, წარმატებას, ასევე ჩვენ მოწინააღმდეგე გუნდსაც წარმატებას ვუსრულებთ მომდევნო თამაშებში და ჩვენ ყოველთვის ზად ვიქნებით, რომ მოვიგოთ ეს თამაშები. აბა, ოჩაღად და სულ ესე გეთამაშოს, როგორც დღეს ითამაშე და საკმაოდ ისეთი კარგი სანახაობა იყო. მადლობა გულშემატკივარს, მადლობა თქვენ გვერდში დგომისთვის, რომ ესე გუნდურად და ესე მოტივაციით ჩართული ხართ ამ პროექტში და აბა